ბოლო ერთ თვეში სამცხე-ჯავახეთში 5 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და 4 ადამიანი გარდაიცვალა. ეს შემთხვევები ჩვენმა რედაქციამ შეიტყო და გააშუქა. მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში მოხდა, სოფელ გიორგი წმინდასთან, რა დროსაც ავტომობილი არხში გადავარდა და შედეგად 2 პირი დაშავდა. 8 მაისს ახალციხის სოფელ აწყურთან ავტომობილი ცხენს შეეჯახა. შედეგად 2 ახალგაზრდა გარდაიცვალა, 2 დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო. ავტოავარიას ერთი პირი ემსხვერპლა 14 მაისსაც ასპინძა ახალციხის გზაზე. 23 აპრილს კი ახალციხეში კოსტავას ქუჩაზე 2 ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა. სურათი მეტნაკლებად მსგავსად კრიტიკულია საქართველოს დანარჩენი რეგიონებისთვისაც. 14 მაისს გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევას 8 ახალგაზრდა ემსხვერპლა. შსს-ს ცნობით 7 პირი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 1 კლინიკაში. ჩვენს მიერ ჩამოთვლილი შემთხვევები ჯერ შსს-ს სტატისტიკაში არ ესახულა. თუმცა ამავე უწყების 2026 წლის პირველი 3 თვის მონაცემებით იანვრიდან მარტის ჩათვლით საქართველოში 15,000-მდე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტოავარიებს მხოლოდ 3 თვეში 92 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 989 დაშავდა. რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს, შსს-ს სტატისტიკის ცნობით 2026 წლის პირველ კვარტალში ჩვენს რეგიონში 14 ავარიაზე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსით გამოძიება, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა და 33 დაშავდა. რამდენად ეფექტიანია სახელმწიფოს სატრანსპორტო და საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკა? მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს, რომ კონტროლი არასაკმარისია, ხოლო ნაწილის მოსაზრებით პრობლემა გადაჭარბებულ სიჩქარეშია. სწრაფად დადიან ახალგაზრდები, რა ეჩქარებად, ისე გული დამეწაიშვი და ადამიანზე ნელა იარეხო შეიძლება. სიჩქარე სხვა არაფერი და სიმკაცე. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, დაზიანებული გზები, მძღოლების დაუდევრობა თუ გაუმართავი ავტომობილები. ავარიების სტატისტიკას ბევრი ფაქტორი ქმნის. დარგის სპეციალისტები თვლიან, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია თითოეული გამომწვევი მიზეზის თანმიმდევრული ანალიზი და კრიტიკული ვითარების ეფექტიანი მართვა. სპეციალისტები ასევე ყურადღებას ამახვილებენ ეგრეთ წოდებულ შავ წერტილებზე, საგზაო მონაკვეთებზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები განსაკუთრებით ხშირად ფიქსირდება. გზა, ავტომანქანა, ადამიანი, ამის მომხმარებელი და როგორ ხდება თვითონ ამ სისტემის მართვა მთლიანობაში. უნდა დაინერგოს ინსპექტირების აუდიტის სისტემა, რაც ნიშნავს ეს. ჩვენ კი არ უნდა ველოდოთ, სადაც ეს ხელწერტილები გაჩნდება. ჩვენც პრევენცია უნდა მოვახდინოთ და როგორ ადგილობრივი გზები ეკუთვნის ადგილობრივი მუნიციპალიტეტს. უნდა იყოს რესურსი გამოყოფილი, რომ ყველა გზის ადგილობრივი გზის ინსპექტირება მოხდეს პერიოდულად. იმიტომ რომ თუ ესეთი ინსპექტირება არ მოხდა წინასწარ, ხო, და შეფასება რამდენად უსაფრთხოა ეს გზა და რა რისკებია და თან გზის ამ მონაკვეთებზე უკვე ვიცით რაღაც ადგილებში და ეს სავალდებულობა არ არსებობს ამ ინსპექტირების და აუდიტირების. ამის გარეშე ეს საკითხი ვერ მოწესრიგდება. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის მოტივით ქართულმა ოცნებამ 1 მაისიდან ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები გაზარდა. თუმცა ავტოტექნიკური და ავტოტრასოლოგიური ექსპერტი რევაზ ბელიჯანაშვილი გვეუბნება, რომ საჭიროა სტრუქტურული ცვლილება. მიმოჩნია, რომ მიდგომა, რომელიც დღეს არის თქვა ცალსახად მარტო ჯარიმებით, ამით არ აღიკვეცება და არ შემცირდება საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები. ეს ძალიან გლობალური საკითხია და მრავალწახნაგოვანი, ასე ვიტყოდი. აქ მძღოლის ფაქტორი უნდა იყოს სათანადოდ შესწავლილი და მიზეზობრივი კავშირი. ავტოსაგზაო შემთხვევების ნაწილი საკუთრივ ავტოტრანსპორტის გაუმართავობითაც არის გამოწვეული. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების მონაცემებით საქართველოში ტექნიკური დათვალიერება უკვე 3 მილიონზე მეტმა ავტომობილმა გაიარა, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ პერიოდული ინსპექტირება საკმარისი არ არის. გაეროს პროექტების კონსულტანტი ტრანსპორტის საკითხებში გელა კვაშელავა ამბობს, რომ აუცილებელია მონიტორინგის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერება და ავტომობილების გზებზე პერიოდული შემოწმება. მხოლოდ მაისში ქვეყანაში რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ავტომობილებს მოძრაობისას ან საჯარო სივრცეში ცეცხლი გაუჩნდა. 15 მაისს ახალციხეში ქუჩაში ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. 11 მაისს ავტომობილი მარნეულში დაიწვა. 7 მაისს კი მანქანა ქუთაისის სამტრედიის ავტობანზე დაიწვა. სამივე მათგანზე გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ჩვენ 15 მაისის შემდეგ ვცდილობთ გავარკვიოთ, თუ რა დაადგინა გამოძიებამ, თუმცა აქ ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. კონკრეტულად ავტომანქანების უსაფრთხოებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ როცა ჩვენ გადავადგილდებით ისეთი ავტომანქანებით, რომელსაც არ აქვს უსაფრთხოების სტანდარტი დაბალი აქვს, ანუ არსებობს მანქანების კვალიფიკაციის საზომი რაღაც ვარსკვლავების მინიჭება ხდება იმის მიხედვით, თუ რამდენად აკმაყოფილებს ის უსაფრთხოების ზოგადად მისი მდგომარეობა უსაფრთხოების ელემენტებს და მიზნით ხდება ავტომანქანის პერიოდულად შემოწმება, ხო, პერიოდული ტექნიკური შეფასება ხდება. საქართველოში ეს პროცესი ისიც, რომ 5-6 წლის წინ დაიწყო და ახლოებით, კარგია რომ ეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო იმის გათვალისწინებით, რომ რაღაც რაოდენობა ავტომობილების რეალურად გადის ამას. როგორ ამოწმებს სახელმწიფო ავტომობილების გამართულობას და რა ნაბიჯები იდგმება გზებზე უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. ამის გასარკვევად ჩვენ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს და ეკონომიკის სამინისტროს დავუკავშირდით. ტრანსპორტის სააგენტოში გვითხრეს, რომ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროში უნდა გაგვერკვია. დავუკავშირდით ეკონომიკის სამინისტროსაც, თუმცა ერთ კვირაზე მეტია დაპირების მიუხედავად ინფორმაცია არ მოგვაწოდეს. საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ჩვენს ქვეყანაში ჯამში 70,000-მდე ავარია მოხდა. შედეგად გარდაიცვალა 500-მდე პირი და დაშავდა 8,000-ზე მეტი. 2024 წელს ეს მაჩვენებელი 60,000-მდე მეტი იყო, ხოლო 2023 წელს 55,000-მდე ავარია მოხდა.